მოგესალმებით. გამარჯობა. გადარჩა სააკაშვილი დღეს ცოცხალია? ღმერთმა უწყის, ეს არის შროდინგერის მიშა. თან ცოცხალია, თან კვდება. გასაგებია. ხედა, აი, კვანტური ფიზიკაც იცი ბიჭო. გაიგე, ეხა ხაბეიშვილი რო უყურებს ამას, შროდინგერის მიშა რას ნიშნავს? მის გონებაში, აი, რა შეიძლება ხაბეიშვილის გონებაში ნიშნავდეს? მეგეტყვი. რა ბრეიკიბედი აქვს ნანახი შანსი არა. შანსი ვერ გაუძლებდა. კვანტური მექანიკაც იცის. როგორ არის იცით? ნაშრომები აქვს დაწერილი. ნილს ბორის შემდეგ ეგ არის ხაბეიშვილი. კი ბატონო. მიშაზე რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ, მაგრამ ახალი ფიგურანტი გაჩნდა, გვარამია. რახან ასეთი ამბავიაო, მედია ტიპებმა თქვეს, რომ გვარამია შევტენოდო, თუმცა გვარამია მიშასთან შედარებით ღირსეულად იქცევა. ძალიან გრძელი ლაივი, ხო? არ ვიცი, მაგათ დედაცვატილი კაცო. ინგა გრიგოლიამ რა თქვა გვარამიაზე, მაგით დავიწყოთ მეგობრებო. ეს არ იქნება ერთდღიანი აქტიურობა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლებას მივაღწიოთ. ერთში ვარ დარწმუნებული, მე რომ ყოფილიყავი დაჭერილი და ნიკა გვარამია რომ გარეთ ყოფილიყო და პირდაპირ ეთერში ემუშავა, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჩემი სამართალი დამდგარიყო. დღეს საღამოს იგეგმება კრიტიკული მედია საშუალებების ერთობლივი საგანგებო, ძალიან საინტერესო ეთერი. ნიკა გვარამიას გათავისუფლებას აუცილებლობაზე ისაუბრებენ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლებელია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებით გამოირჩევიან, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნიკა გვარამია უნდა იყოს გარეთ და აქვე. მე არ მჯერა არასოდეს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის რაიმე თხოვნას აქვს აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით მით უმეტეს, მაგრამ ეს არის ის შემთხვევა, როცა მას შეუძლია ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და მხოლოდ მაშინ კი არ ილაპარაკოს რეპრესიებზე, როცა მისი ტერიტორიული სიმშვიდე ირღვევა. ერთხელ მაინც გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად გადასარქმელია. დავიწყებ იქიდან კაკაფონია რა, ტერიტორიული სიმშვიდე რა ღირსია. აი იმ დღეს რომ ნატა ფერაძე ლანძღავდა რომ მაგის კეკლუცობასო ეხაო ჩვენო არ მივიღებთო, ჩვენ როგორც გვიგორებსო, ღირსია, აი ინგა გრიგოლია რომ ესე გრიგალია. ხო გახსოვს როგორ იხწოდა რომ ინტერვიუ ჩაეწერა თავის დროზე რა? ღირსია, დაიმსახურა. ეხლა და მეორე ბოდიში. რაზე იმას ხნა დაიწყო საუბარი რა რომ ნიკა გვარამია ყველაფერს გააკეთებდა იმისთვისო რომ მე რო ყოფილიყავ ეს ყველაფერს გააკეთებდა. რა უნდა გაეკეთებინა? ყველაფერი. მაგალითად აი ხაბეიშვილი რასაც აკეთებს საერთოდ გამოსა შევარდებოდნე? კი. სადმე შეირბა. არა, ჩაიხდი და ეთერში არა რაღაცა სიზავ. მე ეხლა ერთ რამეს ვიტყვი რა. აი ჩემს ცხოვრების გზას გადავავლე თვალი და რაღაც აი ძიმე ცოდვები ისეთი აი ყველა რო იცის ხალხმა. მე მგონი არა მაქვს ადრე ამ პარტანობით ვიტყვი. ესე იგი ინგა გრიგოლია ყველაფერს აკეთებს რომ გამოუშვას გვარამია. რომელმაც კუდით თქვა ასროლინა იმედში როცა მუშაობდა. აი პირდაპირ მნიშვნელობით აი კუდით თქვა ასროლინა. როგორც იცით, გვარამია იყო იურიდიული გამправებელი მთელი ამ ეგრეთ წოდებული ოპერაციის და მისი წვლილი. ხო, არა, ამ ტელევიზიის დახურვაში ლომის წვლილი აქვს მიღებული და სწორედ ამ დახურვის შემდეგ ნახეთ კადრები აი დარბის იმაზე რა ქვია მინდორდა მე იმას ვერ მივხვდი მაინც ხო და რას ხო და გამოაგდო Facebook სტატუსი და მაგალითად არა რატო ვამბობ იცი რომ რაღაცა ხო არსებობს მაგალითად აი უპატიებელი ცოდვა ნუ უპატიებელი ცოდვა კი არა აი მაგალითად ადამიანი რომელმაც ტელევიზია დაგირბია დაგიხურა დედაუტირა გაანადგურა ღირსება აყარა ტიპები ის სახურავზე რომ დადგნენ ტიპები ხა მე ზოგიერთმა ვერ ააწყო მედიაში საქმე, ხო? იმედის თანამშრომლებზე ვლაპარაკობ. ნუ ხა ვერ გააგრძელა ამან მუშაობა. ხვლიკი ხო რა დღესია ხო ვიცით რა, კი ხვლიკობს, მაგრამ არ უყურებს. ხო, შეიძლება უპატიებელი არა, მაგრამ ამანდიცი როგორი საკითხი, აი როგორც ჰოლოკოსტ გამოვლივ ადამიანს არ აქვს უფლება ნაცისტურ რეჟიმთან რაიმე სახის კოლაბორაციის ან ეხლა მაინც რომ თუნდაც სხვანაირად გადაიაზროს ის პერიოდი ისე იმედგამოვლივ ადამიანს ხო და იმ პერიოდის იმედგამოვლივ ადამიანს არ აქვს უფლება რომ ნაცებთან რაიმე ტიპის კოლაბორაცია და ეს როგორც ბერძენიშვილზე არაკაცობა იყო რა ჩაიდინა როდესაც შეუძრა რა ნაცებს ხო ეს აი ნუ მოკვდა მაშინ ბერძენიშვილი დარწმუნებული ვარ ვისთვისაც არსებობდა იმათვისაც მოკვდა
აი ესეც არ შეიძლება კაცო, არ შეიძლება. ეკამიშველად სანამ გადავა ერთი კონკრეტული რაღაც მინდა და სწრაფად რა. ინგამ რა თქვა? ჩვენო დღესო გვეყოლება ამ გრძელ ეთერშიო, რომელიც ნიკა გვარამიას ეძღვნება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების ერთობაო. მე უბრალოდ მაინტერესებს იქნებ მოგვაწოდონ, ჩვენო პროდიუსერმა მოგვაწოდოს სკრინი ვინზის ეთერში და მათი განსხვავებული პოლიტიკური ისინი რომ გამოგვიყვება. ეკამიშველაძე გვარამია. ნიკა გვარამია არის უკანონო პატიმარი, ნიკა გვარამია ციხეში ზის აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით. ძალიან მალე, ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან, მივახწევთ იმას, რომ ნიკა ჩვენი მეგობარი, რომელიც ახლა ძალიან გვაკლია, ძალიან გვჭირდება, რომელიც მართლაც, აი, არ ვიცი, ადუღებდა, რასაც ქვია ხოლმე, ყველაფერს მედიაში და პროცესებში და ეს ყველაფერი ნიკა ძალიან აკლია ამ პროცესებს. ნიკა მალე იქნება ჩვენს გვერდით. რეგიონებშიც წავალთ თუ დაგჭირდება, ყველასთან მივალთ, ეთერებშიც ახეთში უნდა იარო, გლებს ხო პარსავდა. იქნება დიდი გაერთიანებული. ახეთში უნდა ჩავიდნენ ძალიან უყვართ გვარამია. ვინოზე გამოთქმული 20-ების გამო. იმ წერტილიდან ბერძენიშვილთან ერთად. ხო და ეხლა კიდე რამდენიმე სიტყვა ჩვენ მეგობრობაზე. რა თქმა უნდა არის ეს ბაბლი, შაიკა, ეს რაღაცა ჟურნალისტების შაიკა, რომელიც ჯერ კიდე შეონაძის დროიდან მოდის. გვარამი იქ არ იყო არასოდეს, პირიქით ებრძოდა ამ შაიკას, იქვე მდებარეობდა და ასე შემდეგ. და აი ხლა მაშინ არ იყო გახიფსტერებული ჯერ. მაგრამ ნახე ერთი რაღაც გავიწყდება, რასაც და ჩემზე ვიტყვი ეს და მე და ღმერთმა გადამარჩინა, რომ 30 წელზე მეტი ტელევიზიაში ვარ. და ჟურნალისტი არასოდეს არ ყოფილა და ამათი მეგობარი რა. ეხლა საინტერესო რაღაც აღნიშნე, რომ შაიკა არის შეკრული და გვარამია ამ რიგებში არასოდეს არ იყო ჩაწერილი. აკი არა და ხო, ნუ არ იყო რა. და როგორ მოხდა, რომ გვარამია გახდა ამათთვის მორალური ავტორიტეტი და უმაღლესი ავტორიტეტი? მე გეტყვი როგორ მოხდა. სიტუაციური მოკავშირეა. ეხებზე კიდე ერთი არო სიტუაციური, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. მორალური ავტორიტეტი როგორ გახდა და არა მხოლოდ მოკავშირეა, რომ რატო დააყენა ეკამიშველაძემ თავისე მაღლა გვარამია, იმიტომ რომ ეს ხო ზოგადად გაუნათლებელი კასტაა. ეს არის კასტა, რომელიც ალბათ ორგანიზებაში აღიქვავს სამყაროს ხედავს. გვარამიაზე ესე ვერ ვიტყვი. ხო, და ნუ ძალიან დაბალ ორგანიზებული ტიპები და გვარამია რომ შევიდა მათნაირი დღის წესრიგი, მაგრამ მათზე ბევრად ჭკვიანი რომ ბოლო-ბოლო ის ჩომსკი იცის მედიაზე რა ასწერს და ეხა ამათმა ვაფშე ჩომსკი და ჩომსკი გონია სამუშაოი არა. ხო რა. გელა და ისა. ხო. პლასკაგუბის. ხო, ჩახმა. ჩომსკი მომეცეთ. ხო რა. ხო და იფიქრეს რომ არა რა. ნიშამ შულდაძე გვარამიას. აი ხო იცი აცტეკები რო იყვნენ რაღაცებს ღმერთებად რო თვლიდნენ ევროპელ კოლონიზატორებს. ხო ეგეთი რაღაც გაუკეთა. გარეთ როცა იყო, მაშინაც ინსპირაცია იყო ბევრი ადამიანისთვის მისი გამძლეობა და მედეგობა და აი ეხლაც აგრძელებს იგივეს ეს მინდა რომ უთხრა რომ ნამდვილად ის როგორც იღებს ამ მის თავზე დახილ უსამართლობას ეს არის შთამბეჭდავი საკმაოდ და თითოეულ ღია უსამართლობასთან შეგუება საზოგადოების მხრიდან ერთი შეხედვით ხო თითქოს შეიძლება დიდ რამე არ გეჩვენებოდეს და ცხოვრება ეგაა გეგონოს მაგრამ თითოეული ასეთი პატარა ღია ნათელი უსამართლობა არის როგორც რაღაცა კერა საფრთხე რომელიც ხწნის ალპობს საზოგადოებას დამუწეთ საერთოდ სად იყო ამდენი უსამართლობა რო ხდებოდა და გახსოვთ ჩემთან დებატებში რომ მოვიდა საქართველოს ყველაფერი კარგი მედია სადავიწროებდნენ მედიასო რა პრობლემა არისო მაგრამ მაინც მე ყველაზე მეტად რაც მოხდა გულზე და ერთ-ერთი კომენტარი მართლა ყველა იმ კაცის თავზე გავიარე, ვისთვისაც ნიკა გვარამია იყო შთაგონების წყარო. მეც რა ნიკა გვარამია შთაგაგონებს, ბიჭო, წარმოიდგინე. ეხა აქ რა მე მორალური ზღვარი არსებობს, რომ აი ჩვენ, კაი, შეიძლება მეგის ხარდავაზე და მერაბიშულზე, მაგრამ მე მაინტერესებს, აი გიგანასარიძე ერთ-ერთი ტოპ გამბრავლებელი მართლა ემბლემატური ფიგურა, რატო არ არის? არჩას და კაი ხანდახან რა შეიცვლებოდა, ეხა გიგანასარიძეც რო ყოფილიყო. აი არჩას უფრო გავგზდებოდით თუ რა? არა, იგივე იქნებოდა. და აპოთეოზი ამ გამონათქვამებისა ლევან ბერძენიშვილი ასრულებს ნიკა გვარამიას.
ნიკა არის ჩემი საყვარელი პატიმარი. ვაჟე ვაცანდე. იყო ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი პატიმრობა ადამიანის ცხოვრებაში. საერთოდ ნიკა არ დარჩება წაგებული იმით, რომ პატიმარია და საქართველოს აგებს იმით, რომ ის გარეთ არ არის. პერსონალურად ახლა ამ წუთას ხდება მისი ზრდა. და ეს 1000 წელი გამოადგება ეს გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კარგია ციხეში, რომ მე ვიცი კრაულის სიკეთის ამბავი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რომლის წევრად ჩვენ თავს თავიდანვე ვთვლით და ვეწერებით, ასე ვთქვათ, ზოგადად ამ საქმეში. ხო, დავიწყოთ იქიდან, არა, მე არა უნდა განმარტო რა. ეგ ყველამ რო იცოდეთ. არძის ციხეში ნიკა გვარამია სამარტო საკონში არის გადაკეტილი. არ არის ეს ადამიანი ციხეში. ციხის ატმოსფეროს ხო, ნუ რომ ვიღაცა პროჭებს როგორც კეტავენ, ის იყავთ გადაკეტილი რა. პირდაპირ გეტყვით რა. ლევან ბერძენიშვილი რა. ლევან ბერძენიშვილი ამ შემთხვევაში რასაც ამბობს, რომ ეს გამოცდილება მთელი ცხოვრება გამოადგებაო, ის გულისხმობს ციხეზე, როგორც სოციალურ ინსტიტუტზე, ჩვეულებრივ პატიმართან შეხება არ აქვს. ხო, საკამერნიკი არ აყავს. არის გადაკეტილი. ზონაზე მაგას არ გაუშვებენ. არ არის ციხე არის მართლა ბუნებრივი გადარჩევის პირობები და არც მერაბიშვილი და ხალხო, არც მერაბიშვილი და არც ახალაია. ესენი ციხეში არ ხედან და გადაკეტილები ყავთ როჭები. დიდი ბოდიში რომ ამას ვიძახ რა. ნუ ციხის ტერმინია. არ არიან ესენი ციხეში. ესენი არიან გადაკეტილები და არიან რაღაც ჯურმულში. ნუ ჯურმულში რა სინათლის შემიძლია კი ბატონო. თუ იქ პატიმარს არ ელაპარაკები, თუ იქ 1000 ადამიანს არ გაიცნობ. იქაურ გადარჩენაზე და კონტროლზე არ ხარ. კი ბატონო, ხო და წინასწარ საზღვრავ რას და როგორ ლაპარაკობ. ეგ გამოცდილება ხო? ბუნებრივი გადარჩევის პირობები არის და ვაფშე სხვა სტრუქტურა არის რა. და ის მართლა გამოგადგება მთელი ცხოვრება. მოდი შეგაწყვეტე. ლევან ბერძენიშვილმა საუბარი დაიწყო, ნიკა გვარამია არისო, ჩემი საყვარელი პატიმარი. ანუ ეს ტერმინი იმას ნიშნავს, რომ საყვარელი პატიმარი პატიმართა შორის, ხო? ანუ ვინც ახსოვს ცნობილი სამხაროს ისტორიაში. პატიმროში, ანუ სერვანტესი, ნელსონ მანდელა, ოსკარ უაილდი, ანუ გრამში, ანუ ამ ჩამონათვალში არის მის საყვარელი პატიმარი? დოსტოევსკი. კი. მან გაუშვა? რატო არა? არა, ეგ სიტყვები ჩემზე აქ ნათქვა, მე ზუსტად ერთ-ერთი ხო მე ჩემს საყვარელი პატიმარი. ის იზრდება, ციხეში შალვარამიშვილი იზრდება. ერთ-ერთი მე ხვალ არ დავიზარებ და მოუძებნი რა. უეჭველი თან. ერთ-ერთი აქ ჩემზე ნათქვამი, რომ უბაზაა რა ეს. არ დაუშავდება არაფერი. ხო, კარგად იქნება, გაიზრდება, ვაი იმას ვინ ჩასვა და ნუ აი ერთ-ერთი რა. მართლა უბაზე. აი ბაჩო, ნახე, ჩვენ მე კიდე ერთხელ მინდა ეს აზრი დავაფიქსირო, რომ უბაზი არ არის კიდე მორალური სიფსკერის საზომი. იმიტომ რომ გუბაზიზე ბევრად ფსკერი და ბევრად გაუკუღმართებული მორალის და დეფორმირებული მორალის ადამიანები არიან ამ ოპოზიციაში. უბრალოდ გუბაზი არის უფრო სასაცილო და საყვარელი. და მაგიტო ვაქცევთ უბრალოდ კარგად გამოდის. ხო. თორე აჰა, ეხა შენ თუ ამბობ, რომ ამას ჩემზე იგივე აქო ნათქვამი, მაშინ რა განსხვავება? ლევან ბერძენიშვილის ეგზისტენციური სიმწირე არის ხოლმე ჩემთვის ყველაზე კარგად გამოკვეთილი იმაში, რამდენად ხას უსვამს, რომ ის იჯდა ციხეში. იმიტომ რომ ლევან ბერძენიშვილს Facebook-ზე წერო შეხვალ. ხო. ბიოგრაფიის ველი რო არის, რაც ჩანს პირველი რა, სახელი და გვარის შემდეგ. იქ უწერია რაღაცა, რომ ვიყავ ბიბლიოთეკის დირექტორი რაღაცა, პოლიტ პატიმარი. ხო. და ან ყველგან ხო მაგას ახსენებს ტიპი, რომელიც ბიჭო, ნუ ეგ ახლა ამაყობს რა, იმით რომ საბჭოთა მე იმას მესწავლება. საბჭოთა პერიოდის პოლიტ პატიმარია, ხო? მოდი, ლევან ხაბეშვილს როგორ პატიმარი წესაა გვა. ლევან ხაბეშვილს მოусმინოთ. ლევან ხაბეშვილს არ შეიძლება. არ დატოვა რუსულმა ოცნებამ ევროპაში არც ერთი მეგობარი უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ მისცა ხმა ამ რეზოლუციას. საუბარია 577 ევროპარლამენტარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ ოცნებას არათუ მეგობარი დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში, რაც საქმეა. ესე იგი უპასორდ შეიძლება მივცეთ ნაცებს, სადაც ითქმის სიტყვა ევროპა, ეს ხანომერი კალოში არ გამოიყენოს, მაგრამ როგორ არ უნდა გამოიყენოს პარტიის თავმჯდომარეა ფორმალურად. ანუ ევროპა და ამის ჰაბიტუსი
ერთად აი არასოდეს არ ჩაჯდება რა. არ შეიძლება. ნაცებთან ხა რა მაგათმა ევროპა იციან მართლა. ის ხო ვინის აღარ დარჩა არა. ფრანგული კაპუჩინო და იტალიური კრუასანიო. იცი რომ გური არავინ აღარ დარჩა იმ ნაცებში, ვისაც გამუშევარი აქვს ევროპა. მაგრამ ჭიაბერაშვილს აქვს გამუშევარი და ეტენება. ერთი წამი. ჭიაბერაშვილ მართლა გვარი რო ის ხოთეს. რაღაცა მაგრეგორი მაინც ვერ იქნება. ეხლა თქვენ თუ შეგიძლიათ კითხვას კი არ ვსვამ რომ ესი არის თუ არა, იმიტომ რომ ძალიან რიტორიკული კითხვა იყო, აზრი არ არის. თქვენ თუ შეგიძლიათ უბრალოდ წარმოდგენა ფანტაზიის დონეზე დაშვება, რომ ლევან ხაბეიშვილი რო საუბრობს ინგლისურად. არა. არა, კატეგორიულად. სერიოზული სტილობ ხო იმიჯის ჩექმნას გონებს. არა, აქცენტი ისეთი ექნება. არა, მეცაც გეტყვი. აი იმ ჩიქორთული ქართულის გარდა სხვა ენაზე მოლაპარაკე არც წარმომიდგენია. გეუნები დუბლინური აქცენტი აქვს თქო. ხოლო დუბლინური აქცენტი გასაგებია, მაგრამ მე არ წარმომიდგენია. აიძლა. მე რაღაცები აი მოდი ახლა ეგრე თქვა. არასოდეს არ გამიჩიტია გასტუკით. არასოდეს. ხო ის ჰასუხდა ამბინშირია. არა, აი გასტუკი და ეს აი ძალიან დიდი სერიოზული ერორი იქნება და ერიდე. როგორც ნიშა და ჯვარია, ეგრე არის ეშინია. კიდე, აი სხვა შეს კიდე რა არ წარმომიდგენია. სადაც აი რაღაცა ადგილებში არ წარმომიდგენია. მოიცეს 10 ზომი დიდი ტუფლი რო ეცო, მაშინ გასტუკი არ ეკეთა? არ ვიცი. არის ფოტო, თუ არის ფოტო ბოდიში რა. ეს არის, არა, ჰალსტუხს ხანდახან უკეთებ, ოღონდ როგორ უკეთებენ ხოლმე, იცი? ბავშვობაში რომ დედები რეიტუსსაც მიჩემს და რო არ უნდათ და არ მინდა და არა ჩაიცვი და ეგრე ყავს. შალის რეიტუსზე. ხო, რა და არ მინდა და რაღაცა და არ და დიდია. მაგრამ მაინც რო ჩაგაცმევენ. ხო, არა, იმიტომ დიდი ხარ და გიტყდება. ხო, რა და მაინც რო ჩაგაცმევენ და ეგეთ პონჩი ვიღაცა ეყოლება რომ ჰალსტუხილება რაო არ მინდა და მაინც ხო, არ ვიცი, აი ჰალსტუხით არ მინახია. აი კიდე წიგნის კითხვის მომენტია, წიგნის ოღონდ რაღაც ცოტა ცხელტანიანი წიგნის კითხვის მომენტში ვერ წარმოგიდგენი, აი დიდი ის იქნება. თორე ისე კითხვის მომენტში წარმოგიდგენი. აი რო უყურებს რაღაცა მაგალითად თუ ეცნობა. კიდლიდან რო კითხულობდე. არა, კიდლი და არა. აი ერთ ფურცელი რო ეჭიროს თავის სიტყვას რო კითხულობდა. არა, ეგ კითხულობდა. არა, კითხვა არ იცის. კითხულობდა თავის სიტყვას. პარტიის ყრილობაზე თავის სიტყვას კითხულობდა. და რა იცი რო კითხულობდა. უყურებდა იმას. შალვა მომისმინე ერთსა. აბა დაძეგვის ილუზია შექმნა. ეგეთი მიამიტი რატო ხარ? აქ კი არა ეწერა. აბა ხატა რაღაცები. ანუ როგორ შარადები. ხო რა, ამის მერე მოდის ეს ემოცია და რაღაც ესეთები. შარადები. ო, კითხულობდა არა. აი, ჩვენ შეგვიძლია გაუშვათ. ხაბე რო მეგობრებო. ხოშტარია, იცით რომ ძალიან ძილობიანი. გასაუბრებას რო ეკითხებ. ხოშტარია რომ ძალიან ძილობიანი. ერთი წუთით, კაცო. Can I hand you my kurkumal white? kurkumal white მაგას ელექტრონულად აქვს. ხოშტარი არის ძალიან ძილობიანი ადამიანი. Where can I buy my kurkumal white? რომელი ბოლომდე ჩაწვი kurkumal white-ის ამბავი. აი, მიდი. გოგი ხოშტარია თუ რომელი ხოშტარია თუ? რამდენი თქვენ რო იწვით არ ჩატარდა? ნელებს გაუშვება? პოტილებას რამდენი თქვენ რო იწვით არ ჩატარდა და პოლონელებს ნაკლებად დაუჯერა. ვიცით რომ მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს რომ იყვნენ მგიმო დამთავრებული. გვიპასუხეთ თუ შეიძლება. გესაუბრეთ უკვე და საუბრობთ. გვიპასუხეთ თუ შეიძლება. მე თქმა ეს გიპასუხეთ უკვე. ლუსტრაცია არ მოხდა. ძალიან გთხოვთ რა. ანუ ამბობ რომ ხო, ანუ მგიმოზე ვკითხეთ ჩვენ და ძალიან ლეგიტიმური კითხვა, იმიტომ რომ არსებობს ხო ეს მგიმო არის სამჭედლო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამჭედლო და სპეცსამსახურების დაზვერვა. უდრის სპეცსამსახურს, კი ბატონო. ძალიან ძილობიანად იქცევა რა. აი თან ამას ხო იცი მე სწავლა მეორე დრო დაუფინანსეს. მეორე დრო მგიმოში სწავლობ. ეგ არის აპრიორი გარანტირებული ის რომ რაღაცა გაგხაზეს რა. გუში ხო გასკდა სააკაშვილი. ერთხელ შეიძლება დაამთავროს. კი ბატონო. გიული ალასანიამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს. აი ამ დებილური რეზოლუციისთვის. რა მადლობა გადახდილია ფული და მადლობა რანაირ მადლობა მიდიება. ძალიან მადლობელი ვარ გუშინელი ყველა იმ ადამიანის ვინც მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის მიღებაში. ძალიან კარგი ფაქტია
კარგია რომ აფასებენ აი წვლილს რომელიც შემაშუმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან და ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული მოგიხსენება და კარგია რომ ეს ადამიანები აფასებენ ამას ყველაფერი მე ვფიქრობ ნელ-ნელა დაალაგდება ეს უკრაინა გაიმარჯვებს შეიქმნება სრულიად ახალი წესრიგი საფრთხეების სოფლიოში გეოპოლიტიკური აზრები ერთადერთი ის არის რომ რამდენად ჩემი შვილი მოესწრება ამას ყველაფერს იმდენად სუსტად არის სუსტი ემოცია დღეს იყო შევაკდება ხათაშორის დღეს არ ვიცი მაგრამ გუშინ ჩვენ გავუშვით როგორც დარბის ხო და მაგის მე დღეს ველოდებოდი რომ კვდება დღეს იქნებოდა რაღაც ქართული დღეს თუ არ იქნება ხვალ იქნება რა პრობლემა არის ესე იგი გიული ალასანიამ ხო თქვა რომ ალბათ დაუფასა ევროპამ რა საქართველოს და ჩემშულსო რა ის წვლილიო რაც საქართველოს და ევროპის დაახლოებას მიმართულდა და რეალურად რაც დაუფასეს იყო იდეალური მარიონეტი რასაც მიშა სააკაშვილი რომელიც რასაც ეთყოდა იმას გაგიკეთებდა აბსოლუტურად ნებისმიერ რამეს და როგორც აღმოჩნდა და სამწუხაროდ ეს მოგვახალეს სახეში ესე უტიფრად გუშინდელი რეზოლუციის შემდეგ აღმოჩნდა ის რომ მიშა სააკაშვილმა რო შექმნა ის ძალადობრივი სისტემა რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე მორჩილების ყველაზე ბოროტი ფორმით ავტორიტარულ მართლობას ახორციელებდა ეს ხო გამოდის რომ დაუფასა კუბილიუსი მინდა კარანტინის დაშლაზე პატიმრის რანგში მიშასში აი კუბილიუსი იცი რა არის პროსტა კუბილიუს და მეგისა რო გააძრო 1 საათი მეგისა რო ელაპარაკება შეგაჭმე მაგ რეზოლუციას ევროპარლამენტარებმა მგონი მიშას დაუფასეს ის რაც მან ევროპის დაარსებაშიც გაწია სორია ბაზარია ქრისტიანობა deep ერთი წუთით ესე იგი ცნობილია რომ ადამიანებამდე ჰომო საპიენსამდე იქ იყვნენ ნეანდერტალელები ხო სააკაშვილმა როგორც ჰომო საპიენსმა გაყარა ნეანდერტალელები და დააფუძნა დაასახლა ადამიანები გამოიყვანა სხვათა შორის ქრისტიანობაზეც გუბაძი რაღაცას ჩრიფინებდა რომ საქართველოს ქრისტიანული არ არისო და სააკაშვილსა და ქრისტიანობას ადარებდა არ მახსოვს შეგემახსოვრება იყო ირიბი მინიშნება იმისა რომ მიშას ჰქონდა მცდელობა ახალი ქრისტიანული ნარატივისა როგორც მას ჰქონდა მცდელობა ახალი ნაციონალური ნარატივისა მიშას და აი ამაზე იყო ირიბი მინიშნება რომ ჩვენ ქრისტიანობა არ ვიცით და ახლა გუბაძის შენ თუ საინტერესო რამე კუბილიუსი მინდაო ციხის კარანტინის დაშლის პატიმრის რანგში მე მგონია რომ ერთი ხაზი ძალიან საინტერესო ხაზი რა არის იცი ეხლა ვიფიქრე ამაზე ნახე შეხედე ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ნუ აქ იკვეთება ცალსახად ეხლა გასაგებია რაც არის კლიანად დაგვეთა მაგრამ შეხედე აქ კიდე რა შეიძლება გამოვყოთ ესეთი ოდიოზური ფიგურები განსაკუთრებით ჩანან ესენი არიან ის ადამიანები ვინც მიშას რეჟიმს აპარავებდა ბოლომდე იმ პერიოდში გახსოვთ ეს და ეხლა აბა რაღაც იზამენ ანუ ხო არ იტყვიან რომ ჩვენ ვწდებოდით მაშინ როცა მიშას მწამებლურ რეჟიმს ვაპარავებდით ბოლომდე ანუ ესენი არიან კუბილიუსები და ეს ოდიოზური ფიგურები და ეხლა რეზოლუცია ერთ-ერთი ვთქვათ აი ეს ფორსირებული არა და დაბუსტვა გური თასაკა ქედდევდარიანი გაუშვათ აბა სანამ გაუშვებთ გაუშვათ და აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული ექნება თუ არა შედეგი მის მცდელობებს ჩვენზე ხალხზეა და მეუბნება ბევრს არ მოწონს ხოლმე რომ ვამბობ მაგრამ ხელისუფალი ბედავს იმ ზუსტად იმდენს რამდენსაც მას გავებედინებთ ჩვენ და თუ ჩვენ არ აუყვებით და სასარგებლო იდიოტების როლში არ ვიქნებით და არ გავიმეორებთ ხოლმე ზოგჯერ სრულიად გაუაზრებათ მისთვის სასარგებლო მესიჯებს რომ იქ რაღაცა ის ფორმულაზე არ გავიდა რაღაც სწორად იქ თავარის დირექტორს როგორი საროჩკა ეცვა არაუშავს იჯდეს ციხეში და ის რაღაცა არ გადავიტან თავარიდან აქცენტ რომ მედია მოგწონს თუ არა მოგწონს თუ არა სერიალი ან საინფორმაციო რომელიც გადის დამოუკიდებელ მედიაში არა პირველად მნიშვნელობა არის მედიის მრავალფეროვნება ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობა გვიცავს ყველაზე მეტად ეს არის ლაპარაკები ეძერას ლაპარაკია და სასამართლო უზურპირებული აქვს ეხლა არის დარჩენილი მედიის უზურპაცია და ეს არ თუ დავუშვათ იქნება
კეზერას ელაპარაკება. ეხლა რა ხდება? ეს არის ტიპი რომელიც ჩვენ ვართ კეზერას ის ვინც უნდა დააფინანსო. ჯინსის შარვალს რო ჯიბესთან პატარა ჯიბელი ხოცა მანდს და ეს ლაპარაკი ჩვენ დამოუკიდებელ არა სწორედ ამბობ უყურე ეხლა უყურე რა ხდება კეზერას ხოდა რაღაცა დვიჟენიები ამბობდნენ რომ თავარის ყიდვა უნდა რაღაცა დვიჟენიები ქონდა იმიტომ რომ რაც აბა არა ხალხს ვერ აყურებინებს ანუ ფორმულას ტიპები კეზერას ესე ელაპარაკებია რომ ნიშნულობა არ აქვს როგორი სერიალია როგორი გადაცემა ჩვენ ხო კრიტიკულები ვართ ანუ ჩვენ უნიჭოები ვართ ჩვენ დებილები ვართ დობა არ აქვს მაგრამ ფული მოგვეც იმიტომ რომ კრიტიკულები ვართ რა ძალიან კარგი დამოკიდებულება ახია კეზერას ანუ კრიტიკულობაც ეგ თავენთ დამკვიდრებულ ტერმინს უნდა მოვაშთოთ როგორმე არა ესენი არიან ბლანძღველები პროსტა კი ბატონო და მანამდე რის თქმა უნდა და რა შენ აზრს დაიწყე იმაზე გავაგრძელებ რომ ამ რეზოლუციაში რო წერია გუშინაც საუბრობდი მაგაზე რომ მიხეილ და ერთ-ერთი ყველაზე შემოუწყებელი პუნქტი რაც არის რომ მიხეილ სააკაშვილი თქოს არის ბიძინეონიშვილის პირადი ვენდეტის მსხვერპლი აბა ბიჭო და გუშინ ვილაპარაკეთ რა ეხლა ხელახლა კიდე მაგაზე დაწყებები სააკაშვილმა როგორი სისტემა როგორი ძალობრივი სისტემა შექმნა რომ გადავდოთ გვერდზე და კონკრეტულ რაღაცაზე რო წავიდეთ რაზე აქვს მას ბრალი დამტკიცებული რაზე აქვს მისჯილი რაზე ანუ ეს რეზოლუცია გვეუბნება რომ 7 ნოემბერი 7 ნოემბრის დარბევა ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ყველაზე ბრუტალური ხელყოფა ამ ქვეყანაში არ მომხდარა მეორე რაზე აქვს მისული ანუ სანდრო გირგულიანის საქმე ხო ანუ ეს რეზოლუცია გვეუბნება რომ სანდრო გირგულიანის საქმე არ მომხდარა რეალურად ანუ ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ სისტემას არ მოუკლავს ანუ ესეც გადასაშლელი არის თქვენი ისტორიიდან ეს უბრალოდ არის მსხვერპლი შემთხვევითობის და ერთ სუბიექტური ვენდეტის ხო და ანუ ესეთი შეურაცხყოფელი როდესაც არის ევროპარლამენტის მიერ შენთან გამოშვებული გზავნილი მინიმუმ ხო ანუ ეს შენზე კი არა ევროპაზე პრომენტა მეგობრებო აი დავით გამახსენდა ეხლა ახსენა ევროპა და დავით არახამია ერთ-ერთი მძლავრი ევროპული ლიდერი დავით ბრაუნი DJ დავით ბრაუნი DJ კოზმა ისე რა მაგარი DJ რო ვერ წარუმატებელი DJ რო ხარ და მე უცებ რო ეხლა პროფესიის დავით არახამია სინამდვილეში არის რაღაც გარკვეული ბურუსით მოცული ადამიანი ძალიან დიდი ავანტიურისტია და რაღაცები აქვს აი სწორედ ამ ავანტიურების ხარჯზე ნავსო სპასობნიკი ანუ უყურე რა სახერხებს ეხლა ჩავთავდა რუსულად მოგმართავს ოკუპანტის ენაზე მოგმართავს ქართველი კაცი რომელიც ამბობს რომ ქართველი კაცია რომელიც დაიბადა მაგრამ დღეს დავით ბრაუნია გაუჩნდება ხან არა ხან ვიმყოფებით ევროპარლამენტში, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. იცით, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში აღმაშფოთებელ აქტებს ჩადის და არ აძლევს ყოფილ პრეზიდენტს უფლებას წავიდეს და იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ყველა საერთაშორისო, ჰუმანიტარული და მორალური ნორმის დარღვევაა. ამიტომ იძულებულები ვართ ვიმუშაოთ ევროპარლამენტარებთან ერთად. უკრაინის პარლამენტმაც მიიღო მსგავსი რეზოლუცია, ასევე პოლონეთის სეიმმა და დღეს უკვე ევროპარლამენტმა. ამის შემდეგ იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს უკვე იქნება იმის დასტური, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრორუსული კურსი და რუსეთის კოლონიად ყოფნა არჩია. დავიწყოთ იქით, რომ ევროსასამართლოს ამათ უკვე მიმართეს თავის დროზე და იქიდან უთქვეს, რომ ჭამოსო, თავი დაგვანებოსო, ანუ არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა. ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება ეს ევროსაბჭო და ეს დეპუტატების კუბილიუსები და ასე შემდეგ. დაკლებია პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენა ევროსასამართლოზე და ჩვენ ვიცით ეს მაგალითები საქართველოს უახლესი წარსულიდან და ეხლა იქ რომ მიმართონ და იმათგან უარი რომ მოუვიდეს დამთავრებული ამბავია ხო ხდებია რა აი ყველაზე რაღაცა მინიმალური სალაპარაკოც აღარ ექნება ანუ ევროპულ ნორმებზე და ჰუმანიტარულ მისიებზე და მორალურ საკითხზე ილაპარაკა კაცმა, რომელიც გთხოვს, რომ ყველანაირი ევროპული საკანონმდებლო ნორმა, ყველანაირი ჰუმანიტარული საკითხი, ყველანაირი მორალური ასპექტი დავიკიდოთ ფეხებზე, გადავდოთ გვერდზე, პირიქით ამ ყველაფრის შეურაცხყოფა მოვახდინოთ სამართალზე. თქვათ ოფიციალურად უარი და მიხეილ სააკაშვილი პირველი პატიმარი
სამყაროში გავხადოთ, რომელიც მარტო იმიტომ დისკომფორტს განიცდის, რომ დეპრესია რო აქვს, საავადმყოფოში იხდის სასჯელს, საავადმყოფოში იხდის სასჯელს, გაუშვათ თავისუფლებას. მარგველაშვილი 24-ში რაღაცა საპირებენ, არაფერი არ გამოვადა, რა თქმა უნდა. რაღაცა იმედი აქვს, რომ 24-ში მაინდაც მომიწყობენ თქვი პირდაპირ. ხო, ომის დაწყების დღეს აქ რაღაცას იზავენ და ნუ ამაზე მარტო ჯერ ის ლაპარაკობს მეზარბაზნე კაცი. ბატონი აიკია. ისე სხვათა შორის ეს მარგველაშვილმა რაც თქვა, არის აი მარგველაშვილი ხო ჩვენთვის როგორი ტიპია, ნუ რაღაცა ცოტა დასაცინი, ცოტა ისეთი უფხო, უხერხემლო, ეს იყო გაუშვება და ეთიკური მე აი გასაბრაზებელი. ამიტომ ჩვენი იმიჯი უნდა გადავარჩინოთ, როგორც საკუთარ თვალში, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების თვალში, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვჩანდა. ეს ერთი, მაგრამ მეორე მე მგონი ამას უნდა მოყოს პოლიტიკური გარკვეული ძალიან ნათელი გზავნილების მიცემა, იმიტომ რომ თუ ეს ასეა, თუ შენ გჯერა რომ არჩევნები მოპარული იყო, თუ შენ გჯერა რომ ოპოზიცია მუშაობს რუსეთზე, უბრალოდ ხელისუფლება მუშაობს რუსეთზე, შენი არაბოიკოტი უბრალოდ არა ის არის რომ სხვადასხვა პოზიცია თანამშრომლობა, კოლაბორაციონიზმია. თუ ხელისუფლება რუსეთზე მუშაობს და რუსეთი არ არის რაღაცა თეორიული ქვეყანა, ხო, ნიკარაგუაზე ხო არ მუშაობს და ესეთი არჩევანი ხო არა გვაქვს, აი ავსტრალიაზე მუშაობდეს თუ ნიკარაგუაზე. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო, ჩვენი 20% და არის საქართველოს მტერი, ხო? ამ ეტაპზე თავის ისტორიის და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ შენი ხელისუფლება თუ მუშაობს რუსეთზე, მათთან გვერდი დგომა არის თუ შენ ესე გგონია. არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ კოლაბორაციონიზმი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს 24-ში პირველ რიგში ჩვენ ვნახავთ პოლიტიკურად ძალიან ჭრელ მიტინგს. ეს ის არისო კიდე ერთი რაღაც თქვა გაუშვებ, ჩამიგდეს და შენ რასაც გულისხმობ იმას გაუშვებ. ეცო კაცად მოდიში. ნუ ჯერჯერობით პროსტა თლი. არა, აქ თლის. გონია რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს. და ქართულ ჯარისკაცებს მოუწოდოს რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში. იცით რა ხშირად ისახო ამბობენ ამა ჩამოკრავა. არა, ეს პროსტა არ მოსულა. არა, ეს ჩამოკრული აქ. რავი, ამერიკის ელჩმა თქვა, ხო, ეხლა მეტი ავტორიტეტი ამათთვის რაღაცა უნდა იყოს, ხო? ამერიკის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გადაუჭირა. რა ვიცი, ყველა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და ჯერ ბიჭო, ძალიან მადლიერია უკრაინა და ჩვენც მის დახმარება ეს რა არის? რა თქმა უნდა არ მოხდება ეს, მაგრამ იმენად იდიოტია რომ რა ჩვენი არმია სად უნდა წავიდეს და სანქციებს შეუერთდაო 1 მილიონი იქიდან იბრძვის მეორე 800,000 იქიდან იბრძვის და ფრონტია 2700 კილომეტრის ფრონტია რა ჩვენი ჯარი სად უნდა გავაგზავნოთ მიზანშეწონილი ხო საერთოდ არ არის არა შეიარაღება შეიძლება მისცესო ეგ ვისა ბიჭო რუსებს ჩვენ რა შეიარაღება უნდა შეიარაღება კი არა ხო და ჯარისკაცებს ეთქვიანო რომ რუსეთის მხარეს იბრძოლე უკრაინაში ხო ჯარისკაცებს დონდოლომ ხო და შალვა ეგ შეიარაღება რა შეიარაღება არა პრაქტიკულადაც ხო ნუ გამორსიგიჟია სამეცნიერო ფანტასტიკასაუნს მაგრამ ეთიკურად როგორი ხო არა არა ჩაბერია პროსტა ფსკერია მე პროსტა მგონია რომ გარე კიდე არა ეთიკური ფსკერი მგონია ხე რა პონტია მაგის ლაპარაკი ხო ნუ ქვეყანაზე ან ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება რუსებს პრეზიდენტმა ყოფილმა ხო, ანუ რუსეთს საბაბოზე, იცი რომ პატარა ყვერუკები აღმოაჩნდა. რები? ყვერები. ბილბოლს? აბა გაუშვდა საბაბოზე. ბანო მერაბიშვილის ორგანიზებულ აქციაში უნდა მივიღო მონაწილეობა, რაზე მელაპარაკებით ახლა. ბანო მერაბიშვილმა თუნდა რამე მოიკრიფოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში, იმიტომ რომ მისი მე პირადად არაერთხელ მithქვავს, მე მის ადგილს ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისტის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა. საულს მე მოვითხოვ რომ ცოტა ხნით მორატორიუმი გამოვაცხადოს საბაბუაძეს მოხსენიებაზე ეს ყოფილა მისტერ ბილბოლს და ისედაც საბაბუაძე ჩვენ როდის გაგვივანძღავს ან ბორო და რა დავცინოდით მაგრამ სუდად ესე აი როგორც ხაბეიშვილს როგორც ამ საბაბუაძეს ვეძახით ხო ანუ სახელი და გვარი რო ერთია ესე უნდა თქვა საბაბუაძე აი ესე საბაბუაძეს იმას უყურე მე თუ არ ვწდები ნიკა არაბიძის შოუში იყო
და დედამისს ეყვებოდა რა და ისეთ საყვარელი ქალბატონი ყოფილა დედამისი რომ სუნწერსო რა ქართულიაცების ხო რა ისეთია კაი ოჯახი ყავს თვითონაც ძალიან საყვარელი ბიჭი პროსტად ხო რა ხანდახან სასაცილოა ხო მაჭუტაძე უფრო საყვარელია თუ საბაბუა არა არ არიან ერთი კალიბრი არ მე ბამოანი აძინაკა არა არიან ეს უფრო თბილისური პონტია ხო ეს ბევრად საბა მაჭუტაძე არა თბილისური პონტი მაჭუტაძე ბიჭო მაჭუტაძე შეიძლება თბილისში იყო მაგრამ არა ვაფშე არა თბილისურია და ეს მაჭუტაძე ყველაზე კარგად სალომ სამადაშვილა გამოხატა ეს კლოუნი მაჭუტაძე არა ერთი წუთი კაცრავ რომელი უფრო საყვარელია მაჭუტაძეს რაღაც ინდივიდუალიზმი აქვს გეგელია გრიგოლი მაჭუტაძე უფრო სასაცილოა ხო მაჭუტაძე უფრო სასაცილოა საბაბუაძე უფრო არარსებულია მაგრამ არარსებულობაში რო კაცმა ეს გააძრო ეხა ეს არის მისტერ ბიგ ბოლს ვახტანგ მეგრელიშვილი ვიშაზე რას ამბობს რა გაუშვი ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიურად ერთი ადამიანის პარტია. რა მომენტშიც მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება თავისუფლებაზე, მას უბრალოდ ფაქტობრივად ექნება შესაძლებლობა იმის, რომ დაიძახოს რაღაც ნებისმიერი რაღაცა თქვას, რომ აი რა მე დაუბრუნდი პოლიტიკაში ან გადათქვას, ან მისი სიტყვის ნდობა გამომდინარე, თუნდაც აი ბოლო წელიწად ნახევრიანი ეპოპეიდან, რომელიც მის თავს ხდება, ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, წარმოუდგენელია რომ დაიჯეროს. და აქედან გამომდინარე ყველას ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურ ბრძოლაში. შეიძლება ძალიან უცნაური ფორმით, რაღაცნაირად არასასიამოვნო ფორმით, მაგრამ ის არის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული. საო? იგი მიშას ვაციტირებ და სტოპ რო აქ იმძივიყო. არა, როგორ არის, იცი რომ ეს რაღაცებს ჭკვიანურს ამბობს ხოლმე. გაუვარდებათ ხოლმე კი ამასაც და იაკობსაც. კი, არა, ნუ ცუდგის შევადარებ. არა, რასა, ვის შეჩემ ბოდიში, მაყურებელთან. პროხოდიმეცია. ის არის ბოლოდრანეთი და საჯდომით მოუბარი, კაცო. ჩვენ ხო ვიცით, ფოლკლორში ხო ეგრე ჩაიწერება, რომ კაცი რომელიც საჯდომით მოლაპარაკება. კაცო, დღეს იმენა ისეთ ხოძე ხარ, რომ კეპკების კოლექცია. კოლექცია დაჟე? ხუდების. კეპკების აშკარად კოლექცია და ძალიან ბევრი თქვა. ანუ სხვადასხვა ნაწილის ხუდები, ანუ ზღვის ლომები. ხო. ის რა ქვია რაღაცა უდაბნოს შეშაფები და რაც არის ყველა. სხვათა შორის მიშა იყო ეს ტიპი. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო მოქმედი და 2012 წლის კამპანიაში იყო ჩართული, ამერიკის ვიღაცა ბენზოგასამართი ტიპები ხო არიან აეროდრომზე. ამ პილოტი კი ბატონო, იმ პილოტის საქართველოს ჯარების თავარსარდალს ეცვა ამერიკის რუსიანი ხო, იმიტომ რომ მან ცდილობდა რეიგანობას. ხო, რეიგანი როგორ პილოტი გეზადია, უბრალოდ დროშა მაინც შეეცვა. დროშა მაინც შეეცვა. ბოიშვილი ხოდა კი ანუ აი ესეთი აი რა და ეს ამას რო იხურავს კეპკებს გონია რომ უფრო შეგვეშინდება არა ეგ რომელი თემა იცი ის φιλმი ხო გაქვს ნახე ის დავისე ახ სტალონერო ჯერ ამას არ მოუტრიალებია რომ მოატრიალებს კარგი ხუმრობა იყო კარგი კინო გახსენება იყო ალუზია კინოდან მაგრამ მოდი კიდე გკითხავ რომ აი ამ კეპკებით რო და მართლა რა გონია ერთი ის გამიჩნდა მოსაზრება რომ მე მგონი პროსტა ფუნდამენტურად გოიმია და აქ ნაჩუქარი კეპკები I love არა ამაზონიდან გამოიწერა არა მე მგონი ჩამოაქვთ I love Mumbai და რაღაცეები და პროსტა I love Mumbai вообще არა რო დაიხუროს I love Mumbai მაგარი კაცი თემა ხო და მუმბაიში არ ყოფილა იმ ვიღაცა ჩამოუტანეს რაღაცა რა ბიჭო მე მგონი გამოწერილია გამას ეგა იწერ სპეციალურად ცუდ კეპკებს. ხო, ამერიკული მილიტარიზმის ავანგარდში დგას. ხო და ბიჭო, უყურე, არა, რა გათვლა აქვს, რომ ძალიან კონკრეტული ნაწილის კეპკა აქვს რა. მარსკი ეკოციკი დაუშვოთ. საინჟინრო ჯარები რა. ამერიკელ რედნეკებთან არის კომუნიკაციაზე ფორუმზე დარეგისტრირებული და იქ წერს. მოიცადე, ცუდი მაგარ თეორიას გთავაზობ. დავაი. მაგალითად ვიეტნამის პერიოდში ვიეტნამთან ამერიკის ვიეტნამთან ომის პერიოდში იყო ეგეთი პროგრამა MK Ultra გახსოვთ ალბათ სადაც ცდილობდნენ რომ გამოიყვანათ ზე ადამიანი რა ძალიან მაღალი შესაძლებლობების და უნარების ადამიანი კი ანუ დოკუმენტირებული რაღაც არის ეგ კონსპირაცია არ არის კი ბატონო კი არ არის და LSD-ს იყენებდნენ მეგონი მათ შორის და რაც დელფინები და ამები კი იყო შეიძლება ზურა ჯაფარიძე არის მაგ ექსპერიმენტი წარუმატებელი პროექტი
რომელმაც ერთადერთი მაგ პროექტში რაც დაამუღაბა ზებუნებრივი არის რომ საჯდომით შეუძლია გველაპარაკოს. გენეტიკური ნაგავი. კი და პახოდო ეგ აქ იმქინა წამოღებული თემაა რა. არა, კეპკები არის გრევები. კეპკები არის რემინისცენცია, გახსენება. თვითონაც არის რატო იხურავს კეპკებს და თურმე ჯარში იყო ექსპერიმენტის ხერხი, გენეტიკური. კაია. და გამოვა ესმენი. ესმენი. არა, კოდური სახელწოდება არის ესმენ. ესმენ, R-space. ესმენი men to ASS. ეხა არ მინდა რაც ერთ-ერთი არქის ერთ-ერთი ჟურნალისტი უთხრა ჩვენმა ნაცნობმა ადამიანმა და შინაურმა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენმა ძმამ და მეგობარმა. ხო, თეატროლოგიანი ჩემი ნაცავია, მისი მეუღლეს ბუნებრივია და შეაგინა რა. და ეხა რა სიგიჟე მოხდა? თეატროლოგიანმა მოუგო რა ეგრეც უნდა ყოფილიყო გაბიანს რომელიც დაწერა ბიჭო მაცადე ამბავი მოუყვე ხალხო თან მე რამდენი მოუგო ერთი წუთით ამბავი მოუყვე არის სასამართლო მოუგო იმ რაღაც სიგიჟე დაწერა დაემუქრა და მოიგო სასამართლოში პირდაპირ მოკლით და ტრუპის გაქრობით რა და მოუწევს ჯარის გადახდა რა ეხა უკვე ერთი ეგრო სასამართლო ტელევიზია ეგრეთ წოდებული ჭყალებში უნდა იყოს რომ მის ნიუსრუმში მოიხაშა რომ ბიჭო ვერ უკავშირდებით მინისტრს ის მოიგო მას დაურეკოთ კაცო და ვკითხოთ რა მოსაზრებისაა მის ცოლს რომ მოკლას უპირებდა იმ ადამიანის დაჯარიმებაზე რა არის ეს მე ვიტყვი რომ მე მგონი კიდე ნაკლები შეხვდა იმ ჟურნალისტს რასო ჩემი ძმის გული იყო ალბათ ყველაზე ისეთი ეთიკური რაც კი შეიძლება და ეგეთ დროს ყოფილიყო მის ადგილას ნუ აი სიგიჟია რა ბიჭო რა არის ცი აი მართლა და ეს ჟურნალისტი თან მანამდე არც იმას რომ ამბობს რომ ჟურნალისტია რა ქვია პირდაპირ ეკითხება არა TV პირველიდან ვარო თქვა არა ბოლოში ეუნება ჟურნალისტი ვარო მეო და რატო და ის მიხვდა ეგრევე ვინც ეკავდა ეკავდა არა TV პირველი არ მინდა გაშვება იმის ხომ არა არა მე მოვისმენე ერთ ხუთჯერ კაცო ისე გამისწორდა არე უნდა შენ გინება გევასება არა მე სამართლიანი გინება მევასება სამართლიანი გინება არე უნდა აი რა ეხლა ბიჭო უსამართლო ეხლა TV პირველის ეგეთი იარი ჟურნალისტების გინება უსამართლო არც ერთ ვარიანტში არ შეიძლება დაუსწავლოთ ამიტომ გაითვალისწინოთ პირველ რიგში თქვა ამჯერ ვინ არიან რის გამო რეკავენ რატო რეკავენ და არასწორად არ დარეკავენ ეგენი რო რეკავენ ხმაზე ხვდები უკვე რო ეგენი არის ვიღაცა რო გნიდა რო შემოვიდა შენ საკომუნიკაციო ველში ეგრევე იწובה არა ეს მაგარიცია რომ თქვენ აი რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით რა კომენტარი არა ის ხვალ მეგობრებო დიდ გაცემაში კულტურის მინისტრი ქალბატონი თეატროლოგიანი გვესტუმრება და ბევრი გვაქვს სალაპარაკო მასთან ასე რომ არ გამოტოვოთ ეს გადაცემა დღეს დავით ახმეტის სტუმრობაზე და ხვალ ყველას გექნებათ საშუალება უყუროთ და მოისმინოთ ძალიან საინტერესო პასუხები ჩემს შეკითხვებს და სანამ მაყურებელს გამომშვიდობთ ჩვენ გვაქვს ფოტოები ის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანები რო შეკრიბა ინგა გრიგოლიამ რომელიც დასაწყისში დაანონსა ვინები არიან და შევაფასოთ რა თუ შეიძლება იცნობ აქედან ვინმე აი ზაალ დუმაშვილი გალიმინაცი გვერდით თავარის ყოფილი წამყვანი გალიმინაცი ქვევით მიშამშულაძე გალიმინაცი მაგის გვერდით გედევან მხოზე განაცებული ეს დირექტორი ფორმულაში იმას რა ქვია კაცო გედევანის გვერდით ბოკერიას რო ბაძავდა დიდი ხანი სერგი კაპანაძე ნაცი ვლანჟე მობარსული ხო ვლანჟე სადა სერგი კაპანაძე განშე ვერავის ვერ ცნობს ფოტოშოპში თეთრთმიანი აი კურსორი სადაც გაქვს ზუმის ამან ვლანჟე მოიპარსა აი ეს როჯავინა დარჩენები არ ვიცი ვალერი გაზაევი იბად აი ეს ვინ არის აი ეს ზუმარცხენა ვინა მიშამშულაძე მარცხენა ზმარი უგონ ვალერი ქვია მაგასაც მარცხნი ვინა ზუკა გუმერეძე ვიცი კაცო აი ეს ვინ არის ხალხო აი ეს გითხარით აბა ახალგაზრდა ვინა ყველაზე ახალგაზრდა ვინა აქ აი ეს ახალგაზრდა რაღაცა ის ქალბატონი ვინა ვალერი გაზაევი აი ესენი ყველანი არიან ვალიერა ესენი ყველანი არიან ქალბატონზე არ გვინდა ეგრე ლაპარაკი და ის მართლა გაზაევები არიან რაღაცა პანაშვილის ეთერია ცოტა ქალბატონის მარცხნი ვინ არის შემიჯო ნუ ხარ 1 2 3 4 5 6 7 კაცი არ ვიცი ვინაა და დარჩენ ვიცი ყველა ნაცია დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურეთ მეგობრებო ჩვენი დრო ამოიწურა შეხვდებით ერთმანეთს ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ხვალ დიდ გაცემაში და ბიჭები ორშაბათს იქნებიან
აბა კარგად. მადლობა ყურადღებისთვის და აბა დროებით ორ შაბათამდე.